ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის ჩაშლა შეაფასა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო ჯგუფი მზად იყო ევროპულ ბიუროკრატიასთან გულწრფელი დისკუსიისთვის, თუმცა ისინი გაურბიან დიალოგს, რადგან საქართველო მართალია აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში პრემიერი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ევროპული გაერთიანება ეძებს გზებს, როგორ გადასცემ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ არ დაზარალდნენ, რადგან საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მისცემენ ფულს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროპელმა ბიუროკრატებმა პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად და როგორც ცნობილია, აღნიშნული თანხები ხმარდებოდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის 5 სხვადასხვა მცდელობას NGO-ების მეშვეობით. გამზადებული იყო ჩვენი ჯგუფი, სამთავრობო ჯგუფი დისკუსიისთვის, გულწრფელი დისკუსიისთვის ევროპულ ბიუროკრატიასთან, მაგრამ ახაც გამოჩნდა, რომ ისინი გაურბიან დისკუსიას, გაურბიან მსჯელობას და საბაბებს ეძებენ იმისათვის, რომ ნებისმიერი ტიპის დისკუსია ჩაშალონ და რეალურად საბაბია, ხო? როგორ შეიძლება რომელიღაცა თანამდებობის პირის გამო ერთი კონკრეტული არ ვიცი ეს დასახელდა მე მგონი მიზეზად ამის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ხო ეშინიათ დიალოგის ჭირივით ეშინიათ დიალოგის ასეთია მათი დამოკიდებულება ეს არის საბჭოური მიდგომა წარმოიდგინეთ შენ შეიძლება გითხრან ევროპული ბიუროკრატიიდან რომ ეს ყველაზე კომპეტენტური და ყველაზე მცოდნე კი არ უნდა წამოვიდეს ვიღაცა სხვა უნდა წამოვიდეს იმიტომ რომ ესტონეთმა მაგნუს საკნამ თუ ვიღაცამ დაუწესა სანქცია ამ შემოგრედულ თანამდებობის პირს. რა თქმა უნდა, ასეთ შეურაცხყოფელ მიდგომას ჩვენ ვერ გავყვებით. ეს შეუძლებელია, ხო? ჩვენ ვართ ღირსეული სახელმწიფო და ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ. სახელმწიფოს ღირსება ბოლომდე უნდა დავიცვათ. რაც შეეხება ევროპული ბიუროკრატიის მიდგომას, სწორედ ისინი აჩვენებენ, რომ ღირსებაზე ბოლომდე ამბობენ უარს. როდესაც ბოლომდე გაურბიან ყველანაირ დისკუსიას